შესაძლებლობისთვის მოლოდინი მაქვს ცუდის, იმიტომ რომ და ძალიან რეალისტურია ხა ეს მოლოდინი, ეს არის არანაირი დრამა, იმიტომ რომ ქვეყანაში რაც ხდება იმის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით რა სტადიაზეც არის ახლა რეჟიმი და რეჟიმი რა სტადიაზეა ბოლომდე ავიწროვებს ყველაფერს, მას ნებისმიერი აქტიური ადამიანი მისთვის პოლიტიკაში არის პრობლემა, ქუჩაშიც არის პრობლემა, ამიტომაც მე ღმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ისეთ ადამიანამდე მე ვიქნები თუ ნებისმიერი სხვა იქნება, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს აუცილებლად მივა რეჟიმი. ხა აქ ხო არ არის კომისიაზე გამოცხადები თუ არ გამოცხადები საერთოდ ხო ამაზეც არ არის რეალურად. ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ეს რა კომისია, ხა ეს არის არანაირი საგამოძიებო კომისია, ეს არის რუსული კომისია, რუსული ღალატის კომისია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, უბრალოდ რომ ყველა უბრალოდ ორი მიზანი, რომ ერთი ისტორია გადაწეროს, იმიტომ რომ რას გვეუბნება, რომ 2003 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ქვეყანაში მოხდა ვარდების რევოლუცია, რომელიც სახელმწიფო რო არ ყოფილა საერთოდ. ანუ იყო, მაგრამ გადატრიალება იყო, ხო, ამას ანუ რეალურად ესენი ამ კომისიაში ხო ვინძის ყველა არიან, მთელი თავიანთი მენტალობით საბჭოთა ნომენკლატურის გაგრძელება და ესენი ებრძვიან თავისუფალ საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფალი საქართველოს მხარეს არის, ხო? ამიტომაც ამ კომისიისგან ცხადია, რომ ყველაფერია მოსალოდნელი და ამ რეჟიმისგან ისინი ფიქრობენ ახლა რომ ახლა აქვთ ამის დრო საერთაშორისო ფაქტორების გათვალისწინებით და არ მხოლოდ საერთაშორისო ფაქტორების გათვალისწინებით, მათ ახლა გონიათ რომ ახლა უნდა მოასწრონ ბოლომდე რომ საბოლოოდ გაიმყარონ ძალაუფლება, იმიტომ რომ რა იცის ახლა საქართველოს რას უნდა მიასწრონ, ანუ რა არის რასაც უნდა ხო, გეტყვი, მე ღმად ვარ დარწმუნებული და ამას ვამბობდით მანამდე, ჩვენ რომ თუ ესენი მოახერხებდნენ რომ არჩევნები წაერთმიათ, მაშინ ესენი ამ გზით აუცილებლად წავიდნენ და ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა და ეხლა რატო აკეთებენ ამას, ხო? ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს. პირველი, ეს არის საგარეო ფაქტორი და ეს სანქციები მას მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები რეალურად რაც უნდა იყოს, ის არ არის, ჯერ კიდევ და რეალური სანქციები არ დაწყებულა, ეს მხოლოდ შესავალია. ბიძინა ივანიშვილს ეს სანქციები აღელვებს რეალურად. ეს სანქციები აღელვებს არახოლოდ საკუთარ თავზე, ეს სანქციები მას აღელვებს მათ შორის შიდა შუა რგოლზე, ხო, მოსამართლეებზე, პროკურორებზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ის რეალური სანქციები, რომელიც მათ უნდა დაიკისროს, მთლიანად ჩამოუქცევს, ახლა მანდა ეს შუა რგოლიც როგორ არის, ახლა კონფორმიზმით, რომელიც აძლიერებს ამას, ხო, ესე კი უყურებს ამ ყოველფერს, მაგრამ ესეც ხდება, რომ ჯერჯერობით კი ამაგრებს ამ რეჟიმს, მაგრამ ხდება, რომ ამ სანქციების შემთხვევაში აგერ დასანქცირებული გომელაური მოიშორა, ეგერ ლილუაშვილი მიაყოლა, ხარიბა მიაყოლა დასანქცირებული, ხო, რეალურად იშორებს ამ დასანქცირებულ ადამიანებს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეს სანქციები ტურთად ეკდებათ. მარტო მათ კი არა, მათ თავიანთ ოჯახის წევრებს, ხო, მათ შორის. ეს სანქციები მოქმედებს მათ შორის ეკონომიკაზე და საქართველოს ეკონომიკა არ არის ის, რომ ამას დიდი ხანი შეიძლება ამას გაუძლოს. ამიტომაც ეს ფაქტორი, რომ სანქციები გაიზრდება, მას აქვს და მეორე ძალიან კარგად იცის ქართულ მოცემა, რატო ჭირდება ძალადობა. ძლიერი არასოდეს არ ძალადობს. რატო ჭირდება ძალადობა? ძალადობა ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს მოქალაქეები შეგით მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ. ვიკა იციან ეს ძალიან კარგად, რის ფასად დაუჯდათ მათ 2024 წლის არჩევნების წართმევა. და ისიც ძალიან კარგად იციან, რომ დღეს რომ თითქოს რაღაც შედარებით სიჩუმეა და წინააღმდეგობა ესეთი არ არის და საქართველოს მოქალაქეები ათასობით არდგანან ქუჩაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხში კმაყოფილება არის, ხო? მათ მუდმივად ჭირდებათ საკუთარი ლეგიტიმაციის დამტკიცება ამ ხალხთან და ეს უნდა გააკეთონ ძალით. ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ რომ ამით წავიდნენ, აი ამ გზით წავიდნენ. მას ასევე ეხა ეშინია იმისი რომ არ იცის ქართველების ხასიათი, მან იცის რომ აი ქართველებმა შეიძლება ითმინონ და ბოლოს შეიძლება აი უცებ ისე აფეთქდეს რაღაცა რომ თლიანად ჩამოშალოს რეჟიმი. ხო, ამისიც ეშინია, ამიტომ ეს რო არ მოხდეს და აქამდე არ მივიდეს სიტუაცია, მას ჭირდება რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ტრიგერირება ამისი, ხო, პოლიტიკოსი იქნება თუ აქტიური ადამიანი იქნება, ყველა ყავდეს განეიტრალებული და ყველა ყავდეს ციხეში. გონიათ რომ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ეხლა ეს შესაძლებელი ამბავია, იმიტომ რომ ეხლა ამ წუთას მას შეიძლება ესე ვერ მოთხოვოს, იმიტომ რომ ისეთი ხდება ხო ირან ისრაელს თუმცა სხვათა შორის ამ კონფლიქტს კი სახდებმა გააკეთა განცხადება ძალიან ისეთ დროს, როდესაც ჩვენ ამას არ ველოდით ძალიან მძიმე განცხადება სახდებს ეს განცხადება და თან რა არის, მაგრამ ეს რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი, რომ რა არის, რაც უფრო მეტ პოლიტიკოს დაიჭერს, მით უფრო მეტად ყველანაირ გზას იჭრის თვითონ, ხო? ანუ პოლიტიკოსების დაჭერა ჯერ საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობიდან დღემდე ჩვენ ამდენი პოლიტიკური პატიმარი პოლიტიკოსიდან ციხეში არ ყოლია უბრალოდ. აი არ ყოლია და წარმოუდგენელია რომ დღეს აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს რომ არაფერი არ არის რა იქ პოლიტიკურ და რას ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს რომ იქ სადაც მე შემიძლია პოლიტიკური ლიდერი არაფრის გამო ციხეში გაუშვა, ხო იქ ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქე შემიძლია თუხმას ამოიღებ უარესი გავაკეთო, მაგრამ მე ამ პროცესს უყურებ ესე რომ ერთის მხრივ ეს არის რეჟიმის მხრიდან დემონსტრირება ძალის და ძალაუფლების, იმისი რომ
რაღაცნაირად არიან ძლიერები და შეუძლიათ კონტროლი სიტუაციის, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ასევე სისუსტე. და ჩვენ ყველამ ეს სისუსტე უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ სისუსტეა, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, სისუსტეა, როდესაც განსხვავებულის გამო ადამიანებს დევნი, ამას ძლიერები არ აკეთებენ, ამას აკეთებს რეჟიმი, როდესაც უჭირს და ძალიან მნიშვნელოვანია. თან ახლა რა პროცესები აქვს დაწყებული, ახლა თქვენ შესავალ სიტყვას უსმენდი, რომ შიგნით ქართული ოცნების შიგნით რა პროცესებია დაწყებული. აი ამაზე მინდა სხვათა შორის ვისაუბრო, იმიტომ რომ მაგალითად უცნაურია, უჩვეულო არის, რასაც ახლა ბოლო პერიოდში ვადევნოთ ჩვენ თვალყურს, ის კი არა, რომ მაგალითად კახიშვილი და არ ვიცი, გომელაურები დადიან და წერენ ჩვენებებს იქ რაღაც საგამოძიებო კომისიაზე, მაგრამ აშკარად უკვე აქ რომეო მიქაუტაძის დაკავება იყო მოულოდნელი თითქოს, თქვენი პარტიის წევრი საუბრობდა, რომ ამას თავისი წინაპირობა აქვს, რომ ივანიშვილი ცდილობს ახლა აი ამ თანხის უკან დაბრუნებას, რომელიც დაიკარგა აკეთეს ამ ადამიანებმა, ასეთი იყო მისი პოზიცია, მაგრამ აი ხა კიდევ ლილუაშვილი ახსენა ოხანაშვილმა. ვფიქრობთ თორე რომ 100 შორს შეიძლება წავიდეს ამბავი, რომ ვნახოთ ლილუაშვილი, იქ ფარცხალაძე, იქ რიჟვაძეები ახსენეს კიდე. ჩვენ მათ შორის გვაქვს ინფორმაციები, ეს არის რაღაც ჰაერიდან მოტანილი ინფორმაციები, მათ შორის გვაქვს ინფორმაციები, სადაც რომელიც წყაროები, რომლებიც გვიყვებიან იმაზე, რა ხდება ქართული ოცნების შიგნით. ეხლა ერთია რომ ჯერ საერთოდ რომ არაფერი არ იცოდი, ისედაც თუ დააკვირდებოდი დღეს ოხანაშვილის განცხადებას, პირდაპირ თქვა, რომ იქ წინა ხელმძღვანელობა სუსისას რაღაცა გამოეპარა, რომელიც ასევე შეიძლება ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო და მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, რომ იქ რაღაცა შეიძლება გამოეპარა და ანუ ისრები გადაიტანა ლილუაშვილზე. ხო, ეხლა ვინ იყოს ლილუაშვილი? იყო ყოვლისშემძლე ადამიანი, სულ რაღაც რამდენიმე კვირის ეს ყველასთვის ნიშანდობლივი უნდა იყოს ქართული ოცნების მხარდაჭერებისთვის, მათ შორის. რომ რა სიგნალია თავად ქართული ოცნების წევრებს? ის რომ ბიძინა ივანიშვილი ყველას გააკეთებიებს ბინძურ საქმეებს, მათ შორის ფულს აშონინებს, მოაპარინებს, მაგრამ როცა დასჭირდება და ეს არის რეჟიმის კანონზომიერება, რომ ყველას მოიშორებს, ზუსტად ისე ლილუაშვილი ვერ წარმოიდგენდა ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე ადამიანი იყო და დღეს ვიღაცა ანრი ოხანაშვილმა შეიძლება ლილუაშვილის წინააღმდეგ აღზრას საქმე, იმიტომ რომ მასზე დავებიან, რომ შიდა აი ეს დიდ მილიონები, რომელიც ერთმანეთში ტრიალებს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოპარული მილიონები, უბრალოდ ვიღაცამ ეხლა რო ვიხმარო ეს სიტყვა მოტეხა ამათ შორის და შესაბამისად ეხლა ეს ვიღაცა უნდა დაისწროს. მიქაუტაძის ხო რეალურად ეხლა მიქაუტაძე ვინ იყო? ჩვენ როცა ვსაუბრობდით მიქაუტაძეზე და თქვენ სიუჟეტებს აკეთებდით, მაშინ ქართული ოცნება იცავდა გააფთრებით, ხო გახსოვთ? იმიტომ რომ მაშინ იყო ირაკლი ღარიბაშვილის კადრი. ეხლა ირაკლი ღარიბაშვილი ხო მოიშორის და გააგდეს და დაიწყო რეპრესიები მათ შორის ოჯახის წევრებზე, რომლებიც საჯარო სამსახურებში ყავს დასაქმებული და არა მხოლოდ ოჯახის წევრებზე, მათ შორის ისეთ ბიზნესმენებზე, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ფარველობის ქვეშ იყვნენ, ხო? ეხლა როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მოიშორეს, ლილუაშვილი მოიშორეს, ჯერ ყველა შავი საქმე გააკეთებინეს, ეხლა უკვე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ასევე პარანოია აქვს და სულ ელანდება, რომ ვიღაცამ რაღაცა მოპარა და ხა რეალურად მოპარა, ხო, რეალურად სახელმწიფოს. არა, სახელმწიფოს რომ მოპარა, ეგ მაგას არ აინტერესებს. მას აინტერესებს, რომ სახელმწიფოს რომ უნდა მოპარონ, ვიკა მაგაჩი ეგ არის ყველასთვის მკაფიო. აი ამით არიან ესენი. აი ეს ამის პრობლემა არ აქვს. მათ პრობლემა რა იქნება? მათ საბოლოოდ პრობლემა იქნება, რომ ბიძინას არ უყვარს, მასზე უფრო მეც რო იპარავს ვიღაცა. და თუ ჩათვალა რომ მასზე უფრო მეტი მოიპარა, ხა ღარიბაშვილი რატომ მოისროლა, ხო, მათ შორის? იმიტომ რომ ჩათვალა რომ ღარიბაშვილი უკვე მასზე მეც იპარავდა. ლილუაშვილი უკვე მასზე მეც იპარავდა. ეს უთხრა დღეს ოხანაშვილმა მას რეალურად. ხო, აი ეს იყო, რაც უთხრა. როცა ჩათვლის რომ ოხანაშვილსაც აცრეს, რომ ცოტა ხანი მოიპაროს, მე როცა ჩათვლის რომ ოხანაშვილმა და კობახიძემ უფრო მეტი მოიპაროს, ზუსტად ესე მოისვრის მათას და ამით არ დამთავრდება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ შეგნით ახლა ქართულ ოცნებას შორისაც უკმაყოფილოა. იმიტომ რომ ქართული ოცნების აი ეს ძველი წევრები, ესე ვთქვათ, ვიც არიან, თავს გზობენ ძალიან შეურაცხყოფილად, იმიტომ რომ მათ კობახიძის კლანი აზის ახლა თავზე და თან ეს კობახიძე რომ რატომ აძლიერებს კობახიძის ბევრი მიზეზი, მე ვფიქრობ რომ მაგას ბევრი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ჭირდება, ოღონდ ეს დროებითია კობახიძის გაძლიერება ახლა, იმიტომ რომ კობახიძესაც ზუსტად ისე მოისვრის, როგორც ნებისმიერი სხვა. მაგრამ კობახიძეს ყავს თავისი შეკრული გუნდი,
ასევე ფულით მობმული. ხა ეს მაკა ბოჭორიშვილი ხელფასით კი არა აქვს ნაყიდი, იმით რომ დადის ხოლმე 4000 ევროიანი კოსტუმი და მაგით აკეთებს მაგ განცხადებებს, ხო? რეალურად რატომაც აკეთებს. ამიტომაც ეს გუნდი და რაც ყველაზე მთავარია, მათ შორის ყველაფერზე წამსვლელი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს ისე რომ ძალიან ბიძინას არ შეაწუხოს ყველაფერში, ხო? ამიტომაც ესეც ყობახიძის ამბავი ძღვროებითია, თუმცა ყობახიძეს ბევრ სისაძაგლეს გააკეთებინეს კიდე, მაგრამ ბევრად უარესად მოისწრის, ვიდრე ამ შემთხვევაში მას, მაგრამ ეხლა შეგნით რა ხდება. ეხლა ეს ყობახიძის მის ღარიბაშვილის, ლილუაშვილის ესენი, ხო, ადამიანებს, ვინც ქართული ოცნების პარტიაში ასევე ყავდათ მხარდამჭერები, მეგობრები, ასე შემდეგ, ვინც 2012 წლიდან არიან, უცებ აღმოჩნდა სიტუაციაში, რომ აი თავი რო ყველაზე მაგრები ეგონათ. უცებ აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ვიღაცა ირაკლი ყობახიძე დააჯდა თავისი გუნდით თავზე ამ ადამიანებს, აკავებენ, მათ შორის მიქაუტაძე მაგ მის წარმომადგენელი იყო. არავინ არ იცის ხოლმე რა შეიძლება მოელოდეს, იმიტომ რომ შიგნით შეცვლილია უკვე სიტუაცია და ნებისმიერი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს და გამოხატავენ ეს ადამიანები უკვე შიგნით უკმაყოფილებას. ეხლა მაგათ რომ არ ყოფნით იმით ბიზნეს რა ახასიათებს, ბიზნეს ახასიათებს ისე უნდა გაგსვაროს მაგ ყველაფერში. ვიკა რომ მე კუდი კონდეს დასაჭერი შენთვის და ბოლომდე მოგკაჩოს და ვერ შეძლო მე მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვათა შორის ამ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლესაც ეშინიათ, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს სამაგეროს გადახდა, როდესაც ის რუსეთში როგორ იშოვა მან ფული, ხო? მათ შორის ყველობებით, მათ შორის თავისი ოპონენტების მოშორებით. და ეს მოშორება იყო მკვლელობა. ხო, შესაბამისად ამ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლესაც ეშინიათ ამ ყველაფერში, ისინი დასახსნელები არიან ამ ყველაფრიდან, ამიტომაც ეს მარტო ამ ბრძოლაში, რასაც ჩვენ ვართ, რეალურად მათი ბრძოლაც არის, მაგრამ ეს პროცესი ხება კიდევ უფრო მეტად გაღმერთდება, ეკა ვერ იქნება. თან რა გონიათ, რაც უფრო მეტი პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამენ ციხეში, რაც უფრო მეტ ადამიანს ჩასვამენ ციხეში და ახურავენ მედიას და ასე შემდეგ, მით უფრო მეტად დაჭამენ შიგნით ერთმანეთს. მით უფრო მეტად ექნება შიგნით პრობლემა. ოპოზიცია, რომელიც არის შეთხელებული და არ ვიცი კიდე წინ რა გველის, რა რესურსი რჩება ივანიშვილის ფაქტია, რომ ივანიშვილის სურვილი არის, რომ ეს პოლიტიკური პროცესი მოკლას, გააქროს აბსოლუტურად ეს პროცესი, პოლიტიკური პროცესი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რომელშიც მონაწილეობს ოპოზიცია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს ასე არ უნდა იყოს, ის ასე უყურებს, როგორც ჩანს მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს, რა რესურსი რჩება გარეთ დარჩენილ ოპოზიციას. აღეთ არა მხოლოდ ოპოზიციას და პოლიტიკურ ლიდერებს ბიძინა ივანიშვილი პროცესს უყურებს, რომ მისთვის მტერი არის ყველგან ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეს მიადგება პოლიტიკურ ლიდერებს ყველა ციხეში ჩაგვსვამს და გარეთ აღარავინ არ ვიქნებით. ხო, აი ქუჩაში განსხვავებული აზრის გამო ქართული ოცნების ხარდაჭერით შეუძლია ესე აიყვანოს და გამოკეტოს ციხეში. ხა რესურსი რა შეიძლება მათ იყოს. ერთი ოპოზიციამ უნდა იპოვოს. ჩვენ ახლა ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვართ ამ ხრივ, მაგრამ ეს მორალური უპირატესობა რაც გვაქვს ქართულ ოცნებასთან, ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც რესურსი. ამავე მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა როგორ არ გვაქვს ახლა ამ ადამიანებმა ყველა მიცის ის არა ქვია. ვიკ აბა ერთი კოცი მანახე ახლა აი ესე რომ წავიდოდა ციხეში როგორც ოპოზიციის ლიდერები წავიდნენ. ვერც ერთი მათგანი ვერ იყიდეს, ვერც ერთი მათგანი ვერ გატეხეს. ესენი ანუ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ეხლა დადიან და ჩვენებებს ასწრებენ ერთმანეთის წინააღმდეგ მისცემთ, თორე ესენი ხელისუფლებაში არ იქნებიან, ხო? საჭერ კალამს ვერ გააგდებიან, იმდენ ჩვენებას მისცემენ და ერთ დღეში დაიშლებიან. და ოპოზიცია თან ერთიანობის მნიშვნელობა მნიშვნელობაც რა თქმა უნდა და ეს მორალური უპირატესობა ძალიან გამხლეჭ თემა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ რანაირად შეიძლება ამ ფონზე არ ვიცი, თუ თან ხვდებით იმაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს თუ არ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია, მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოს ფრაგმენტირებული ეს. კი, მაგრამ მე მგონია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი ამ შემთხვევაში მთავარი წყალგამყოფი ოპოზიციის მიუხედავად განსხვავების არ არის. პრობლემა სხვა რაღაცაშია, ვიკა. ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, ჩვენს პარტიას ეს დიდი ხანია გაცნობიერებული აქვს. და როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ესენი ისე არ წავლენ, ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვიძახით, რომ ვიღაცას ქუჩაში ბრძოლა გვიხარია და ან მოდები დაჭერები და დაკავებები რაც ჩვენ გადავიტანეთ ახლა 13 წლის განმავლობაში, ხო? ოპოზიციაში ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. მე მართლა მგონია გულწრფელად, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ გონიათ, რომ აი ამ რეჟიმთან შესაძლებელია, რომ რაღაცა ელაპარაკო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, შეხვიდე და რაღაცა წართვა, ეს ძალიან დიდი გულუბრყვილობა არის უბრალოდ. და ამ
ამიტომაც უნდა ჩამოყალიბდეთ მთავარზე. მე რა მგონია და სად არის ჩვენთან შეუთანხმებლობა. ხო, ვიღაცებს გონიათ რომ შეიძლება არჩევნებით იყოს, ჩვენ ეს არ გონია რომ ეს არჩევნებით შეიძლება. ჩვენ გამოსავალს პოულობთ ერთ რაღაცაში, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის და მთელი ოპოზიციური პარტიების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ორ რაღაცაზე. ერთიანობა, მაგრამ უნდა შევხედოთ ამას ესე როგორ უყურებთ ამ რეჟიმის ჩამოშლას. აი ჩამოშლას, ოღონდ და არანაირ მათ შორის რაღაც მის თამაშებში და თუნდაც არჩევნებში შესვლას. და ეს უნდა იყოს ესეთი რაღაც მთელი ძალისხმევა უნდა იხარჯებოდეს იმაზე, როგორ უნდა გავზარდოთ წინააღმდეგობის პლატფორმა ქუჩაში. და ეს ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ადამიანები არიან ბოლომდე მიპრესილებით, მათ შორის შეშინებულებიც, ახლა ეს მარტივი არ არის, სუსი სათითაოდ მუშაობს ყველაზე, ხო თან ამ ყველაფერს უყურებენ, მაგრამ ჩვენი მთელი და ეს ბოიკოტის რეჟიმიც ამაში უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ადამიანები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ამ რეჟიმის ჩამოშლის ერთადერთი გზა არის ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში. ოღონდ ისე კი არა, რომ დაგვარბევენ, უკან უნდა მიბრუნდეთ და წინააღმდეგობა რო გაუწიეთ, ისე მშვიდობიანი ცხადია, მაგრამ წინააღმდეგობით რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე. აი ეს არის, რასაც მოგვაძლევს რეჟიმი. სხვათა შორის მადლობა ძალიან დიდი. ამასობაში ზურა გირჩი ჯაფარიძის წერილი წამოგვეწია და პირველი ფრაზა რაც მოვკარი, რომ ტელევიზორს ვუყურებო, ნული წვდომა მაქვს სოციქსელებთან და გლოვა ვაიმე პოლიტიკოსები დაიჭრეს, უნდა დასრულდესო და ჩვენი კოლაჟი მე მგონი ცოტა სამგლოვი რო იყო და დარწმუნებული ვარ შენიშვნას მომცემ და ახლა, მაგრამ ეს ის არის, რაც ხდება და იმიტომ რომ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი და არც ერთი ჩვენთაგანი ჩვენ არ ვართ მსხვერპლები, ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლები და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის. გრძელი წერილი არის ეს და მე ვეცდები რომ რაღაც საინტერესო ეპიზოდები წავიკითხო რეკლამის შემდეგ. მადლობა ანა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. გემშვიდობები რეკლამის შემდეგ ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ლაშა ჩხარტიშვილი, უფლებადამცველი ლეიბორისტული პარტიის წევრი.